In the perimeter. With us. We together will celebrate, I'm sure, the results of those efforts we are going to do. But you have visited the potential sites in really joint efforts to get and to complete, of course. Very big, I may say. A new destination for Tbilisi. And see where we go. ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ ახალი 70,000 მაყურებლიანი სტადიონის მშენებლობისთვის ჩვენ კონსულტაციას გაგვიწევს ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი და მოწინავე ჰოლანდიური კომპანია, რომელიც დაკომპლექტებული არის ევროპელი ექსპერტებით, კონკრეტული მიმართულებებით. პირველი ვიზიტი არის აღნიშნული საკონსულტაციო, ასე ვთქვათ, მომსახურების ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გავცვალეთ ის მოლოდინები, ის გეგმები, რომელიც გაგვაჩნია და ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოვისმინეთ ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ბევრი ინფორმაცია შეაგროვეს ჩვენმა ექსპერტებმა და უკვე შემდგომი მოქმედებები არის სწორედ ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად მთელი რიგი მსჯელობები და ანგარიშები, რომლებიც უკვე ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ კონცეფციასთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი განვითარება გქონდეთ და უკვე შემდგომი ეტაპები პროექტის განხორციელების, მისი განვითარების გეგმის შესაბამისად განვახორციელოთ. This week we are here over from the Netherlands and the UK with an expert team to assist the MDF in the development of the new national stadium for Georgia. And we're looking at the potential and the possibilities of the site. It looks fantastic. We have a lot of space. We could easily build a 75,000-seater stadium here with all the supporting functions that we would need for a major tournament or a major final like the Champions League final. We've been looking at accessibility of the site. This is something that we need to look into in more detail to have the proper road connections, also the rail connections to the site to bring in 75,000 fans on a match day to this specific site. In Georgia, to look at the possibility of a number of sites for building a new 70,000-seater national stadium for the country, for not only the national team in the competitions they're going to qualify for, but also to look at the possibilities of major UEFA tournaments and Champions League finals. There are a number of sites that we're investigating to see their suitability and whether they can be turned into viable venues with access and with first-class facilities. The ones we've seen so far look promising. There's one site we haven't yet seen, but we'll see that later today and be able to take a view of all three very shortly. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე დაანონსა ქალაქ თბილისში ახალი 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა. აღნიშნული საქმიანობის მიმართულებით უკვე უცხოელი ექსპერტების გუნდი საქართველოში იმყოფება. შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო მათთან ერთად ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტაციის შესწავლა, ადგილების შეფასება, რაც მოგცემს საშუალებას მალევე პერიოდში შევძლოთ და დავადგინოთ თუ აღნიშნული სტადიონის მშენებლობის ძირითადი გაბარიტები და მიმართულება და იდეა, რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში ჩემპიონთა ლიგის მიღების, რამდენად მალე არის განხორციელებადი და შესაბამისად დავამტკიცოთ ის საქმიანობა, რომელიც საშუალებას მოგცემს ქალაქს შეემატოს ერთი ულამაზესი და ძალიან მაღალი სტანდარტის არქიტექტურული ნაგებობა, კერძოდ დიდი ახალი სტადიონი.